თვით შეგნება პირველს და კონტროლს, როგორც თავრობისგან ისე თვითონ ადამიანების განყოფა. თვით შეგნება და კონტროლის გამკაცრება. ასე ეხმაურებიან მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 9 თვის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 1563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2045, გარდაიცვალა 125 ადამიანი. თუ გადავხედავთ გასული 5 წლის მონაცემებს, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-დან 450-ის ფარგლებში მერყეობს. გამოკითხული მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევებს სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. სიმწიფის პერიოდია აქ ესეთი, მაგრამ თვითონ უფროსმა თაობამ პრობლემა იმათ არ უნდა ანდოს მანქანა, რომელიც გამოუცდელი არის. აი ამიტომ ხდება ავარიები, რაც ძალიან სამწუხარო არის. ავტოსაგზაო შემთხვევები დიდია სტატისტიკა. ვიცი, ბევრი არიან და უყურადღებობა საჭესთან თვალის დომა ეს ასთან მდგომარეობას თეატრსა ესე და სტრაფით არის ზოგი ისა ვერ გაიგებ, აბა რა ვიცი, როგორი გახშირებული კი არის. გაუფრთხილებლობა. კი, დაუდევრობა და უყურადღებობა. ცუდია ძალიან. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მცირედით იკლებს ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, თუმცა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით იმ ფონზე, როცა მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, მონაცემები არსებით გაუმჯობესებას არ აჩვენებს.